2011-2012 წლებში მე პლატონი ქურდაძე და ჩემი მეგობრები კახეთის რეგიონში ჩავდიოდით ყაჩაღურ თავდასხმებს. პისტოლეტით ავტომატით შეიარაღებულები შევდიოდით ოჯახებში, მუქარით ვართმევდით ფულს ოქროს, კოჭავდით ოჯახის წევრებს და მოვდიოდით, შემდეგ ფულს და ოქროს ვინაწილებდით. მე ხიმშიაშვილი შაქრო 2011 წლიდან 2012 წლამდე ჩემ მეგობრებთან ერთად ყაჩაღობდი. ერთი ყაჩაღობა თბილისში, 3 კახეთში. შევდიოდით ნიღბებით, ავტომატით, პისტოლეტებით, ხელებს უკუჭამდით და იარაღის მუქარით გამოქონდა ფული და ოქროული, რომელთაც გამოვდიოდი და ფულს ვიყურდით. მე მამუკა მამაიაშვილს შემხვდა ლევანი კალატოზიშვილი, ბექა ცერცვაძე, პაატა ქურდაძე, ლაგოდიხის რაიონში. სოფელ მშვიდობიანში შემოთავაზეს ლაგოდიხის რაიონში სოფელ საქობოში პადრ სიმონიშვილის ოჯახი დავაყაჩაღოთო. დავთანხმდი, გავყევი მეც, ჰქონდათ ცეცხლსური იარაღი, ავტომატი, პისტოლეტი და ლიმოვკა. მე დამაყენეს ღობის გარეთ, თვითონ შევიდნენ, იყაჩაღეს, გამოიტანეს ოქრო და ფული, 50 ლარი მოვცის მე და იქიდან დავშევით ერთმანეთს. 2011-12 წლებში მე გიორგი ბასილაშვილმა მეგობრებთან ერთად ჩავიდნენ 4 ყაჩაღობა, ერთი თბილისში და 3 კახეთში. ყაჩაღობის დროს შევდიოდით ნიღბებით, ავტომატით და პისტოლეტით, რის შემდეგაც კოჭავდით ოჯახის მეპატრონეებს და ვთხოვდით ფულს და ნივთებს. ნივთებს გამოსვლისას ვიყოფთ თანხას. 2012 წლის თებერვალში მე ავთანდილ ბედენაშვილმა და ჩემმა 4 მეგობარმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით საყაჩაღოთ სოფელ კარდენახში. სახლთან მისვლის შემდეგ მე მანქანაში დავრჩი, ჩემი მეგობრები გადავიდნენ მანქანიდან შეიარაღებულები ნიღბით, ავტომატით, პისტოლეტით, ლიმონკით, შევიდნენ სახლში, მეზობლებმა შეამჩნიეს ჩემი მეგობრები და ატეხეს ხმაური. ხმაურის ატეხვის შემდეგ ჩემი მეგობრები გამოიქცნენ სახლიდან, ჩავსხეთ მანქანაში და გავიქეთ.